ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანე რჩევები ელისო ხარჩილავასთან ერთად. დილამშვიდობის. დღესაც ვარდებზე ვისაუბრებთ, ოღონდ ასე ვთქვათ, სხვა რაკურსით. იქიდან გამომდინარე, რომ ოსტინი არის ერთ-ერთი ცნობილი კოლექციონერი, რომელმაც რაღაც ახალი სიტყვა შემოიტანა ვარდების ერაში, შეიძლება ასე ვთქვათ, ხო? და რითია განსაკუთრებული, ზოგადად როგორ დაიწყო მისი ბიოგრაფია, ვინ არის დევიდ ოსტინი, ამაზე ყველაფერზე ისაუბრებს ელისო. ელისო, მოგესალმები, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. კი ბატონო, მართლა საინტერესო თემა არის. აი, სულ გვესმის ყურში ოსტინის ვარდები და ვფიქრობ, რომ საინტერესოა, მე თვითონაც მომეწონა ეგ თემა, ვინ არის ეს ოსტინი რა, რატო გავრცელდა და რატომ გიждდებით ყველა. და რა გააკეთა ეს მითი განსაკუთრებული, იმიტომ რომ ვარდებს რაც შეეხება და კოლექციონერებს ან ბევრია ძალიან ბევრი. ნამდვილად ბევრი არის. მაგრამ კაცმა თავისი სიტყვა თქვა. თავისი სიტყვა თქვა. ნუ ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ბრიტანელი არის ეს ადამიანი. ისეთ ოჯახში დაიბადა, სადაც მამამისი და დედამისი იყო ფერმერები და უფრო სოფლის მეურნეობისკენ იყვნენ გადახრილი. ეს რა თქმა უნდა თავის მშობლებს გვერდში ედგა, მაგრამ ერთ-ერთ დღესაც მამამისმა წაიყვანა მეზობელ სოფელში, სადაც იმ ადამიანს, იმ ფერმერს ჰქონდა ყვავილების კოლექცია. ანუ ამათ თუ ხორბალი, სტაფილო და რაღაცეები ჰქონდა, იმას ჰქონდა ისე დეკორატიული ყვავილები. აი ლიუპინი ასე ქვია ამ მცენარეს და გაგიჟდა ეს ადამიანი და მიხვდა რომ ამას ეს სოფლის მეურნეობა კი არა, უფრო დეკორატიული მიმართულება აინტერესებდა და მაგისი ძირითადი მიმართულება მაინც აირჩია ვარდები და რატო ვარდები? თავის ეზოში ძალიან დიდი ეზო ქონიათ და ეს ძველი ვარდები რაც იყო, აი ეს ვარდები ქონდათ გარშემო თუნე ამ ღობეზე. იფიქრა, რატომაც არა და ჩვენ ვიცით რომ ეს ძველი ვარდები მოკლე ხნიანი ყვავილობა გააჩნია, აყვავილდა მაიში და ჩაქრა და დაიწყო ამ ვარდებზე მუშაობა ამ ადამიანმა. ჩვენ კი ვეძახით ოსტინის ვარდებს, მაგრამ თვითონ თავს ეძახის ინგლისურ ვარდებს. ანუ მან საფუძველი ჩაუყარა ინგლისურ ვარდებს. ეხლა რაში გამოიხატება ეს ინგლისური ვარდები? რითი განსხვავდება, ხო? ანუ ამან დაიწყო მუშაობა გრძელვადიან ყვავილობაზე. რომ გახანძლივდეს ამ ვარდების ყვავილობა და მარტო ერთი ყვავილობა არა, განმეორებითი ყვავილობითაც რომ გამოირჩეოდეს. მერე სოფლის ვარდებს, ასე ვთქვათ, აი ძველ ვარდებს გააჩნიათ სურნელი და ჩვენ ვიცით რომ ბევრ ჰიბრიდულ ვარდებს, ახალ გამოყვანილ ვარდებს, რატომღაც ეს სურნელება დაეკარგათ და ამაზე დაიწყო ამ ოსტინმა ამ ვარდებზეც მუშაობა და ზუსტად ეს განასხვავებს. ანუ ოსტინის ვარდები გამოირჩევა გრძელვადიანი ყვავილობით, ლამაზი შეფერილობის ყვავილობით, სურნელებით გამოირჩევა, მდგრადობით გამოირჩევა და ამას ახლა მაგან განაერთი და 2 წელი მიუძღვნა, მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა და ვიცით ჩვენ რომ ოსტინის ვარდები არის თავდაპირველად იყო ჩვენ ადრე სტუმარიც რო ყავდა ერთ ტოძე ერთი ყვავილობით და ზუსტად ეს გააკეთა ოსტინმა რომ ამ ერთ ტოძე კიდე მრავალი ყვავილობა ყოფილიყო, ანუ ბუკეტები რო ყოფილიყო. ასაჭრელ ვარდებს დაუდო საფუძველი ოსტინმა. და გრძელღეროიანი ეს ასაჭრელი ვარდები, ვიცით რომ ფლორისტიკაში ერთ-ერთი მოთხოვნადია, სასაჩუქრე ვარდები, გვჭირდება ქორწილებისთვის, დაბადების დღეებისთვის, ყველანაირი საჭიროებისთვის ეს ვარდები ანუ ოსტინის ერთი ვარდით შეიძლება გაილამაზო და გაულამაზოთ სხვასაც გაულამაზოთ. ხო, კი ბატონო. ეს იყო მთელი ბიზნესი, რომელიც მთელი ევროპა მოიცვა ოსტინის ინდუსტრია. კი ბატონო, ეს ასაჭრელი ოსტინის ასაჭრელ ვარდებზე და ჩვენთანაც აქვს ძალიან დიდი მოთხოვნილება ამ ვარდებს, ხო? ჩვენთანაც ბევრი შემოდის ეს ოსტინის ვარდები, ეს ასაჭრელი, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდა თვითონ ეს ადამიანი, ამან გარდა ასაჭრელი და ინდუსტრიული ვარდებისა, ესეთი ბაღის თემებზეც დაიწყო მუშაობა და მე რაც მომეწონა ამის ბიოგრაფიაში, რასაც ვკითხულობდი, ხო, რას ამბობს? ბაღი ეს არისო ხელოვნების ნიმუში. ნამდვილად. ბაღი არ არისო ტყე. ტყე არის თავისი სისტემა, რაც არის ბუნებრივად, მაგრამ შენ როცა ბაღს აკეთებს, იქ რა თქმა უნდა ზუსტად ადამიანის ხელი უნდა ჩანდეს და ზუსტად ოსტინმა დაიწყო ამ
ვარდებზე მუშაობა. ანუ ლანდშაფტის დიზაინის მიმართულებითაც, რომ აი ეგ ადამიანის ხელის მიერ შექმნილ ეზოებში ეს ვარდებიც თავისი ადგილი დაეკავებინა და მართლაც ასე არის. ახლა ჩვენ ძირითადად დიზაინერები, ვინც ავართ საქართველოში, ვიცით, რომ ძალიან ბევრი არის კოლექციონერი, სერიოზული კოლექციონერი, ვისაც აქვთ არ არსებობს, რომ ვინმე ოსტინის ვარდები არ და რა ქონდეს. შეეხება ფერს, უფრო პრიორიტეტს რომ ფერს ანიჭებდა? ანუ ოსტინმა განსაკუთრებულად აქვს ოსტინს ყვითელი სტაფილოსფერი ვარდები. ანუ ეს ხაზი არის, ანუ მისია ეს მისია არის ეს მართლა მე ფოტოები რო დავათვალიერე, მე საერთოდ ყვითელი ვარდები ძალიან მიყვარს, ყვითელი ფერის ტიტებიც მიყვარს. ეს ოსტინის ისინი რომ ვნახე ეს ყვითელი ფერის ვარდები, აი მე ვთქვი აი თუ როდისმე ეზო მექნება, ალბათ ყვითელი ვარდები მექნება. საოცარი არის. მე თვითონ ძირითადად ეხა ელისო ჩაგერთვების საუბარში ვარდი წითელთან ასოცირდება, წითელთან, მაგრამ ნუ იმ ხელა ეხა პალიტრა არის შექმნილი არის, მიღებული აქვს. ღია ვარდისფერიდან დაწყებული თეთრი ფერის ვარდები აქვს ოსტინს. აი მე თეთრი ფერის ვარდები არ მიყვარს. არ გიყვარს? არა, ძალიან ლამაზია, მაგრამ არ მიყვარს, ჩემი არ არის. კი ბატონო და თან ნახეთ ამ ვარდებსაც აქვს თავისი ფურცლებს თავისი მრავალფეროვნება. არის აი მარტივი, ნაზი ფურცლებიც რო გამოირჩევა. ხო, და არის აი რთული ყვავილედებით რო გამოირჩევა, ჩახუჭუჭებულები რო არის. ეს ყველაფერი ამ ადამიანმა მიაღწია სხვადასხვა ფორმაც მისცა. სხვადასხვა და გარდა ამისა ნახეთ ოსტინი რას ამბობს და მეც აი ვეთანხმები. კი ბატონო, ეს ვარდები ყვავილობს მაისი, ივნისი და განმეორებით უკვე შემოდგომით. მაგრამ რა გავაკეთოთ ზაფხულში, როცა გადაიყვავილებს, ყურადღებას მიაქცია ძალიან ფოთლებზეც. ბუჩქები ხო გრჩება, მარტო ყვავილობა კი არა, რო გადაიყვავილებს, აი ბუჩქებიც ლამაზი უნდა იყოს. როცა ბაღს, დეკორატიულ ბაღს აკეთებოდა, აი როგორ ახლოს მოვიდა ეს ადამიანი, აი კი მიყვარდა ოსტინის ვარდები, მაგრამ ამ ჩაუმავდი, ხო, ძალიან ბევრი რამ აქვს გათვალისწინებული. ძალიან ბევრი რამი აქვს გათვალისწინებული. ანუ იმ ფოთოლსაც თავის ფუნქცია, ბუჩქს თავის ფუნქცია და არ დააკარგინა, ფუნქცია როგორც მივხვდი. არ დააკარგინა, ზუსტად ეს არ დააკარგინა. ანუ ფოთლებიც არის ვარდები საერთოდ ეკლიანია, ხო? ძალიან ეკლიანი არის. ანუ უფრო ნაკლებ ეკლიანი, საერთოდ ეს აი ეს რა საინტერესოა, როგორ ფოთლების ხარზე? ფოთლების ხარზე. ანუ ღია მწვანე უფრო ნაზი ფოთლები, მუქი მწვანე უხეში ფოთლები როცა დაუკვირდებით, ხო? აი სელექციიდან გამომდინარე სხვადასხვა შერბილდა. ანუ რო გადაიყვავილებს და მებაღები რო გადააჭრიან, ხო? ჩვენ უნდა ამ ბაღში უნდა მივიღოთ ლამაზი ბუჩქები, რომ თვალსაც და გულსაც რო უხაროდეს, რომ იქ არ იყოს რაღაცა მოსაწყენი და ეკლების გროვა, ასე ვთქვათ, ხო? საოცარია ვარდების ბაღი ზოგადად, ნუ ხა დღეს კონკრეტულად ოსტინის ვარდებზე ვსაუბრობ. თუმცა აი გასაშენებლად რამდენად კომფორტულია, ჩვენ ყველას გვინდა მალე, ანუ რო დროულად გაიზარდოს ბაღი და აი ვადას რაც შეეხება, აი რამდენი წელი ჭირდება იმას, რომ შედეგი მივიღოთ სასურველი. ზუსტად ამაზეც იმუშავა და დევიდ ოსტინმა, ვიცით რომ ჩვენ ვარდები მოწყვლადი არის საერთოდ, მალე ავადდება სხვადასხვა დაავადებებისგან და ამაზეც იბრძოლა და გამოიყვანა ესეთი ჯიშები, რომლებიც არიან მდგრადი ჯიშები, რომ ნაკლებად დაავადებების მიმართ, რომ ხო, კი, იმიტომ არის ეს ოსტინის ვარდებიც ყველასთვის სასურველი, არ ჭირდება უფრო გამძლეა, როგორც გვალვას მიმართ, ასევე ყინვაგამძლეობით გამოირჩევა, ასევე ადვილად მოსავლელი და სწრამზარდები. სწრამზარდებია, კი ბატონო და გარდა ამისა კიდევ აქვე მინდა სანამ ვარდების თემას გავავცობთ, თვითონ დევიდ ოსტინი გარდა მეყვავილეობისა არის პოეტი და მწერალი.
თქვენ წარმოიდგინეთ ახლა და ეს ინსპირაცია ყვავილია, ვარდია, რა თქმა უნდა და ახლა მაგისი პოეტური მე არ შემოხვედრი, ალბათ კიდევ უნდა ჩავეძიო, როგორი შთაგონებული იქნება ვარდებით და თავისი წიგნებით, ესეთი ხელოვანი ვარდებშია, ხო, რა თქმა უნდა, როგორ წიგნებსაც დაწერდა, ხო, კი ბატონო, ესეც ანუ პოეზიას და პროზაც თუ მხოლოდ პოეზია? კი, წერალიც არის და პოეტიც არის, კი ბატონო და პირველი წიგნი მისი გამოვიდა 1988 წელს და ალბათ ბედნიერი ვიქნები თუ ეს წიგნი როდისმე ჩამივარდება ხელში დიდი სიამოვნებით. იქნება, კარგი ის უნდა მოგეკვა უნდა ამ ამბავსაც, ხო, მოძიება უნდა და ყველაზე საინტერესო, ეხლა კიდევ რა მომეწონა მე ამ ადამიანში. არის ხო ბიზნესი, რომელიც აი ერთი ასრულებს, დაიწყო ვიღაცამ და დაასრულა, მაგრამ თვითონ ეს დევიდ ოსტინის ბიზნესი თაობიდან შორის გრძელდება, ხო? თავის შვილსაც დევიდ ოსტინი ქვია, თავის შვილსაც დევიდ ოსტინი ქვია. ანუ ყველა დევიდია. ყველა დევიდი არის და მიდის ეს ხაზი. აი ყველაზე საინტერესო ეს რაც შეეხება ისიც ხო არ არის თავშოთ. ნუ ახლა მეუღლესაც რა თქმა უნდა მიძღვნილი აქვს ეს ვარდები და ეს ოჯახური ბიზნესი არის, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადის და მთელი იმპერია არის, აი მთელი სერიოზული იმპერია არის, ოსტინების იმპერია არის და ხაზგასმით ჩვენ კი ვეძახით ოსტინის ვარდებს და სერიოზული სახელი და თავისი სიტყვა თქვა, მაგრამ თვითონ მაინც იმაშვება, რომ ეს არის ინგლისური ვარდები, როგორც იაპონია არის ქრიზანთემებით გამორჩეული და საკურებით. ეხლა როცა ინგლისზე ვლაპარაკობთ, ეს არის ინგლისის ხო, ოსტინის ვარდები. აი ეს რა მაგარი რაღაცები გააკეთა ამ ადამიანს. ანუ ნებისმიერ კლიმატურ პირობებს უძლებს და შესაბამისად საქართველოშიც მოთხოვნა ოსტინის ვარდი. აი ძალიან კარგად აი მორგებული არის საქართველოს კლიმატურ პირობებში საერთოდ აი ვარდები ჩვენთან რაღაც ძალიან კარგად არის გრძნობენ თავს. და აი ეს და ძალიან დიდი სიყვარული აი ესეთი პრაქტიკული რჩევა გვინდა ვაშენებ ბაღს და მინდა ოსტინის ვარდი. არ მყავს მებაღე, არ მყავს ლანდშაფტის დიზაინერი და გადავწყვიტე მე თვითონ შევიძინო. ანუ სანერგეში მივდივარ, ვეუბნები მინდა ოსტინის ვარდი და ესე უპრობლემოდ ვიცე. კი, უპრობლემოდ ძალიან გარდა სანერგესა კოლექციონერებისგანაც შეგიძლიათ რომ შეიძინოთ ეს. არ არის პრობლემა და მით უმეტეს ეს ახალი ჰიბრიდები, რომელიც არის ახალი გამოყვანილი ვარდები, რომელიც არის აი ძალიან მარტივად. კიდევ რა მინდა რომ გითხრათ, ანუ ვარდებსაც გაჩნია თავისი კლასიფიკაცია, ხო და თვითონ ეს ადამიანის მუშაობდა ამ კლასიფიკაციაზე. არის ჯუჯა ვარდები, ნიადაგ ფარავები, არის საშუალო ბუჩქოვანი ვარდები, არის ცოტა დიდი ბუჩქოვანი ვარდები და არის ხვიარა ვარდები და ყველგან მოიძებნება ეს ოსტინის ვარდები და აი ხშირად რო ამბობ, აი აივან არა მაქვს ეს და აივანზე მინდა ქოთანში. აი თავისუფლად შეგიძლიათ ეს ჯუჯა ვარდები გამოიყენოთ, ნიადაგფარავი ვარდები გამოიყენოთ და ქოთნისთვის, კი, ქოთნისთვის ძალიან კარგად გრძნობენ თავს და არის კიდევ ერთ-ერთი ვიცით აი ესეთი კოლექციონერები და მოყვარული მევარდები, რომელიც აი მე-10 სართულზე თაღზეც აკეთებენ ხოლმე ხვიარა ვარდებს და ძალიან ლამაზი არის. ძალიან სადღესასწაულოც არის, როდესაც თაღზე არის. კი, და რა ვიცი, აი ყველა ზეიმზეც იყენებენ ხოლმე. კი, როგორ არა, აი ვარდი არის ერთ-ერთი მოთხოვნადი მცენარე ჩვენთან. ოსტინის ვარდები გამოიყენება ეს ოსტინის ვარდები და კიდევ რა განასხვავებს ამას სხვა ვარდებისაგან, იცით? აი შეიძლება აი მოწყვეტილ ვარიანტში, აი მოკრეფილ ვარიანტში ვარდი დიდხანს არ გრძელდებოდეს, ხო, მისი დეკორატიულობა. ოსტინის ვარდები თუ დავუშვათ 10 დღე სხვა ვარდი ყვავილობს და თვალს გვახარებს, ოსტინის ვარდი შეიძლება უფრო ხანძლივადაც გვახარებდეს. აი 15-20 დღემდე თუ შესაფერისად მოვლით. ახლა როცა იმაში არის ჭურჭელში არის ვარდი, ვიცით რომ სხვადასხვანაირი მოვლა ჭირდება, იქ ძველი მეთოდებიც არის, ზოგი შაქარს უყრის, ზოგი რაღაც. ხო, სხვადასხვანაირი. აი ძველი მეთოდები, სხვათა შორის, ხო, აი დღესაც ასე ვული მე ვარ. ოღონდ ნუ მე ვარდების ბაღი არ მაქვს, უბრალოდ ესე როცა ლარნაკშია ვარდი. კი, ლარნაკში როცა არის ხოლმე ძღეროს ფოთლებს ვაცლი, ანუ სულ არა, წყალში არ უნდა იყოს ფოთლები, კი. წყალში და შაქარს ვაყრი და ეს მითია თუ რეალობა მართლა რეალობა არის კი ნამდვილად რეალობა არის და ყოველდღიურად უნდა გამოიცვალოს წყალი ხო წყალი ყოველდღიურად და დიდხანსლებს კი ნამდვილად და მთავარი ის ფოთოლი იმ წყალში არ იყოს მე ეს დამპლებების დალპება ხო კი ბატონო
დროულად რო გამოვაწყო. კი და მე იმ მოჭრასაც ანუ გადატეხილი არ უნდა იყოს, ცოტა ლამაზად. ირიბად მოჭრილი უნდა იყოს, ხო რაღაცა მაგრადლით, ხო ესე გადატეხილი და ესე ჩადებული არ უნდა იყოს და რა თქმა უნდა გვიხანძლივებს აი ეს თავის სილამაზეს და გვახარებს და ფერსაც ინარჩუნებს. აი შეიძლება ხო რაც უფრო ძოლდება ვარდი, ხუნდება ასე ვთქვათ. აი ასტინის ვარდები თურმე არა შეიძლება აი როცა კოკრობაშია სხვა ფერი იყოს, როცა გაიშლება სხვა ფერი იყოს და ამას ინარჩუნებს და ამას მიაღწია და კიდევ ამ ოსტინს აქვს ესეთი ნათქვამი, რომ ბუნებაში ბუნებრივად რაც შეიქმნება, არ არსებობს სიმახინჯე. ბუნება ვერ შექმნიდაო სიმახინჯეს. არ არსებობს ეს. ეს ჩვენ თვითონ ადამიანები და იმიტომ ჩვენ ვამახინჯებთ. ამიტომ ზუსტად ეს კაცი არის იდეალური იმ დონეზე, რომ ამან ეს სილამაზე შეინარჩუნა და როგორც ხელოვნება ისე დააფუძნა. ანუ ეს ბუნებრივი სილამაზე არის ყოველთვის ძალიან დასაფასებელი და კი. ამას უსვამს ეს ადამიანი ხას და რა ვიცი მე მგონი აი მე იმდენად ემოციურად ვყვები ახლა ამ არა ძალიან საინტერესოა. საინტერესო აი მართლა ძალიან ემოციურად აი რო შევეხე ჯერ ერთი კოლექცია როგორ აქვს იცით დალაგებული აი თეთრი მაგრამ მარტო თეთრი არა იმ თეთრსაც თავისი გრადაციები აქვს ვარდისფერი თავისი გრადაციები აქვს წითელი თავისი გრადაციები აქვს ყვითელი თავისი სტაფილოსფერი აი სულო და გულო რა რომ ყველანაირ გემოვნებას აკმაყოფილებს ოსტინის ვარდები კი ბატონო და საერთოდ სასურველი სტუმარია ყველა ბაღისთვის და სამეზობლოდ როგორია ვარდი ძალიან კარგი არის სამეზობლოდაც იგუებს ყველას ანუ ვარდი იგუებს და ვარდს თუ იგუებენ დედოფალია მაინც დედოფალია და თუ ჩვენ გამოკვეთა გვინდა ამ ვარდის რა თქმა უნდა სამეზობლოც ისეთი უნდა შეურჩიოთ აი რა უხდება მე საერთოდ მიყვარს ვარდებთან ლავანდების გაკეთება და როზმარინების გაკეთება ნუ რაღაცა ერთმანეთს ბიძაშვილ მამიდაშვილები არიან როცა ვარდი მორჩება ყვავილობას აგერ იწყებს როზმარინი მორჩება აგერ იწყებს ლავანდა და მერე უკვე სექტემბერში სულ ყვავილობს და ისევ სექტემბერში განმეორებით გვასაჩუქრებს ეს ვარდები თავისი ყვავილობითაც იმდენად უხვი არ არის რაც მაისშია მაგრამ სექტემბერში შეიძლება და არის ისეთი ჯიშები რომელიც აი განსაკუთრებულად ნიადაგფარავები რომ დეკემბერში ჩვენთან საქართველოში ყვავილობენ და ნუ რაღაცა ძალიან ლამაზი არის ვარდების სამყარო არის ძალიან ლამაზი და საინტერესო და უსასხრო შეიძლება აი ხეებს რაც შეეხება ახლა როდესაც დიდი სივრცეა და იქ ხეებიც არის ხო არა მარტო ყვავილები ანუ რომელ ხეს გუობს ან რომელ ხესთან არის დაუშვათ ეს ნახეთ როგორ არის კი ხეები მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ძალიან დაჩრდილული არ უნდა ხო აიმიტომ დავსვი ეს კითხვა საინტერესო ნუ დიდი სივრცე თუა ძალიან და გვინდა რომ ხეც იყოს ხო ხეც იყოს თავისთვის იყოს ეს ხე მაგრამ ვარდისთვის ცალკე სივრცე აი ძალიან ხის ქვეშ ვარდებისგან თავი შევიკავოთ ანუ რაც მზე უყვარს მზეც უყვარს ხო არის ისეთი ვარდები რომ პირდაპირ მზის ხივებიც უყვართ არის ისეთი ვარდები რომელიც ნახევარ ჭრილსაც იტანენ მაგრამ ნახეთ სანამ ხე ბოლომდე შეიფოთლება იქამდე უკვე ვარდი ასე თუ ისე მაინც მორჩენილია თავის ყვავილობას და უკვე შემოდგომის როცა განმეორებითი ყვავილობა აქვს უკვე ხეც შემოდგომის ეფექტებზე გადადის უკვე ფოთლები უცვივა და ისეთი ინტენსიური აღარ არის უკვე ხეხილზე თუ ხეხილოვანია უკვე მსხმოიარობაზე გადადის კი ბატონო და ეხლა უცებ ესე ამომივარდა თავში ველური ვარდი და ანუ ოსტინის ვარდი რამე კავშირშია ველურ ვარდთან რა თქმა უნდა ამისი საფუძველი ის ველური ვარდები უფრო გამძლეობით გამოირჩევა ხო მდგრადობით ხო საფუძველი ეს უდევს აი ხა ეს სელექცია როგორც ტარდება ეს ექსპერიმენტებს იქიდანაც აქვს რაღაც აღებული და დეკორატიული ვარდებისაგან რომ ის მდგრადი ვარდი მიიღოს აუცილებლად ესეც აქვს გათვალისწინებული და ეხლა თუ გახსენდებათ ნინო ხო აი ფოთლები ვარდის ფოთლები არის მუქი ფერის ფოთლები არის ღია ფერის ფოთლები ხო აი ეს ბუჩქები როცა ვარდებს ვარჩევთ მარტო ყვავილობით ნუ შევარჩევთ აი ესეც გავითვალისწინოთ იმიტომ რომ მორჩა ყვავილობა გადავჭერით ეს გამხმარი ყვავილედები ასე ვთქვათ და ის ლამაზი ბუჩქი უნდა დაგვრჩეს აუცილებლად და მით უმეტეს როცა ჩვენ ხვიარა ვარდებზე ვსაუბრობთ რაღაცა თაღზე ახლა თაღი უშნოდ არ უნდა გამოჩნდეს ხო ლამაზი ფოთლებით უნდა იყოს ეს დახუნძლული აუცილებლად და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მორწვა ხო
რამდენად ინტენსიურად უნდა მოიწყოს ვარდი, თუნდაც ის რომ ან არ გახმეს ფესვი, ან არ დავყეს, არ კი, ამასაც ძალიან გადარწყვით შეიძლება პობის პროცესის დაიწყოს. ეს უფრო უარესი არის გადარწვა. თვითონ კარნახობს ეგ ის თვითონ ვარდები, აი მოიწყენენ ხოლმე, როცა აკლიათ ეს წყალი. მაგრამ როგორ სპეციალისტები გვეუბნებიან ხოლმე, ან რაღაცა თითი, ან ეს უკვე დაპროგრამებული, ანუ თითი ხვდებით დავუშვათ, როცა გამოხმარია. აი ნახეთ, დაკვირვებიდან გამომდინარე არის, როცა გვალვიანი ზაფხული გვაქვს, ადრიან დილას შეგვიძლია რომ მოუწყათ. აი დროც მნიშვნელოვანია, ანუ მზის გულზე როცა არის, ანუ დღის საათებში არ უნდა მოიწყოს. დღის საათებში ნამდვილად არა, ჯობია ადრიანი. ან დილით ან საღამოს. ან საღამოს. კი ბატონო, უხვად. თუ ცოტათი მივაწოდით წყალს, მაშინ ორჯერაც აი ივლისი და აგვისტო ჩვენთან ხო ძალიან ის არის ცხელი კლიმატური პირობები გვაქვს, ამიტომ დილას ადრიანად სანამ ზე ამოვა და მე საღამოს როცა უკვე ზე ჩავა, აუცილებელია. იმიტომ რომ ზედმეტი მორწყვა დავადებებს უჩენს ხოლმე ვარდებზე. ყველაზე კიდე გასათვალისწინებელია, რომ ეს მორწყვა ფოთლებს არ უნდა არ უნდა შევეხოთ. ყოველთვის ეცადეთ, რომ ეს მორწყვის სისტემა ნიადაგი აი ფესთან სისტემაში უნდა იყოს. ზედ აი მისხურება არაფრით არ შეიძლება. მეგონი არც ერთ ყვავილს არ უყვარს. არც ერთ ყვავილს არ უყვარს და ვარდებს განსაკუთრებულად. ტრამვა არის ხო რა, არაფრის შედეგი არ აქვს. პირიქით დავადები, პება. ამიტომ ყოველთვის ჯობია რომ ფესთან იყოს ეს მორწყვა და წყალი იქ ჩაო დაუსხათ ასე ვთქვათ, ვიდრე ზედ მივასხუროთ. ხო. არომატები. შეწამლაც ვთქვათ, რადგან მოვლის კი, შეწამლები მე არომატებს. კი, შეწამლებიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას თავისი კალენდარი აქვს და ეს გამოცდილი მებაღეები ამ კალენდარს აუცილებლად იცავენ. ვიცით რომ ჩვენ ადრიანი გაზაფხულიდან ჭირდება შეწამლები, როგორც გასხლები ჭირდება და მე აი სპეციალისტებისგანაც გამიგია რომ გვიან შემოდგომით გასხლული ვარდები უფრო მსხმოიარი არის გაზაფხულზე, ვიდრე გაზაფხულზე აი კარგად რო გაიცვლება, აი საფუძვლიანად. ესეც რო გაითვალისწინონ ძალიან კარგი იქნება. შეწამლებიც აუცილებლად, იმიტომ რომ მოსამზადებელია გაზაფხულისთვის მოსამზადებელია მცენარე, მერე ზაფხულისთვის მოსამზადებელია, მერე შემოდგომისთვის, მერე ზამთრისთვის და ეს კალენდარიც არის დასაცავი აუცილებლად და ეს ძალიან კარგად იციან ჩვენმა მებაღეებმა და ეს ინფორმაციების მოიპოვება. ყველაზე მთავარი კიდევ ნახეთ, აი ვარდები ჩვენ რატომღაც ჩვენს ასოციაციაში ხდება ხოლმე სურნელი არ გააჩნიათ ხო რატომღაც, მაგრამ აი ოსტინის ვარდები სურნელებითაც გამოირჩევა. ამაზეც იფიქრა ამ ადამიანმა და ვარდები არა მარტო თვალისთვის და ხედვისთვის გამოიყენება, პარფიუმერიაში გამოიყენება. ძალიან ბევრი ვარ სურნელი არ აქვს. ლამაზია, მაგრამ სურნელი არ აქვს, ხო? პარფიუმერიაში გამოიყენება, კულინარიაში გამოიყენება, ხო, ყველაფერში და ამიტომ აი შხამ ქიმიკატებისაგან თვითონ ეს ოსტინიც ამბობს, რომ თავი შეიკავეთო ყოველთვის. რომ ვარდი ისეთია, რომ ყოველთვის ახლოს გვინდა, დაყნოსოთ გვინდა, რაღაცა მოვეფეროთ გვინდა და ეს არომატები დილას ადრიანად უფრო განსაკუთრებულად აქვს თურმე ვარდებს. აი ვისაც ვარდების ბაღები აქვს და დამეთანხმებიან, რატომღაც ესეთი ისაგან შედგება ნაწილებისაგან, რომ დილას უფრო აქვს ეს სურნელი ვარდებს, აი ვარდების ბაღი ვისაც აქვს, მერე შვადღით ცოტა ნელდება, საღამოსკენ იმდენად არა და მერე ღამე ისევ აღიდგენს თურმე თავს და დილას ისევ თავისი სურნელებით გვატკბობს. და არის დავუშვათ გამორჩეული ვარდის ჯიში, რომელსაც აი სურნელი აქვს, იმიტომ რომ აი რომ განმეორდები ძალიან ბევრ ვარდს არ აქვს. ძალიან ბევრ ვარდს განსაკუთრებულ რაღაც გამორჩეული ჯიში. მე არ ვიცი, ვერ გეტყვით და შეცდომა. ოსტინის ვარდები კი, აი ასაჭრელი ვარდები რო არის, რომელიც აი ესე თაგულებში გამოიყენება, მებაღეებმა იციან. ხო, მაგათ არა აქვთ ეგ სურნელი, უფრო მებაღეობაში რომელიც გამოიყენება, სურნელოვანია. აი ისინი არის უფრო სურნელოვანი ვარდები. ასე რომ თუ შეძენა გვინდა, აუცილებლად სპეციალისტს უნდა ვკითხოთ, რომელია სურნელოვანი, რომელია გამძლე. კი, ნახეთ, რჩევა უნდა გავითვალისწინოთ. რჩევა უნდა გავითვალისწინოთ. ეხლა მე ვფიქრობ, ეს რატო არ არის სურნელოვანი ასაჭრელი ვარდები, რომელიც თაიგულებში გამოიყენება. ზოგი ადამიანი ძალიან გრძნობიარე ცხვირით გამოირჩევა, ასე ვთქვათ, ალერგიულია და ეხლა მე რომ მოგართვა თქვენ ვარდით ამან რაღაც ალერგია რო გამოიწვიოს, ხო? ამიტომაც ის ასაჭრელი ვარდები ნაკლები სურნელობით გამოირჩევა.
და ნაკლები ეკლებით გამოირჩევა. აი როგორი პრაქტიკულად არის ეს ყველაფერი დალაგებული, ხო? კი ბატონო. დღესდღეობით ეხლა თვითონ ეს ადამიანი რა თქმა უნდა ცოცხალი არ არის, მაგრამ თავისი ბიზნესი დაწყებული ბიზნესი აგრძელებს. კი, შვილი აგრძელებს და ესეთი ინგლისი უკვე ჩვენთან არის ასოცირდება ოსტინის ვარდებთან. ერთ-ერთი ასოცირება ოსტინის ვარდები. დიდი მადლობა ელისო, ესეთი საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ ოსტინის ვარდებზე ვისაუბრეთ. ეს იყო გადაცემა მწვანე რჩევები ელისო ხარჩილოვასთან ერთად და რა თქმა უნდა შემდეგ ოთხშაბათს კვლავ საინტერესო თემით შემოგვიერთდება ელისო. მადლობა და დროებით რადიო იმედის დილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას. მალე დაგიბრუნდებით.